საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გუშინდელ ვიდეო ლაივს დიდი გამოხმაურება მოყვა. რაც კახარიას ცემატყებას და მას ეხებოდა, რა ქვია. და იქ ბევრი ისეთი კომენტარი შემხვდა ზოგიერთი ღრმად უკნიდან განათლებული ადამიანებიდან. ეს როგორ ქართველების დაპირისპირებას როგორ მოუწოდებთ ამ მსგავსი ბოდვები, რომ ქართველები არ არიან და ესე შემდეგ. დღეს სხვა თემაზე მინდა ვიდეო ლაივ სერიოზულ თემაზე ვისაუბრო, რომელიც მართლა ქვეყნის სერიოზულ ამბებს ეხება, მაგრამ აი წინა სიტყვაობად მინდა ამ ხალხს გამოვეხმაურო. ვინაა ქართველი? სააკაშვილია ქართველი? ელემენტარული მაინტერესებს. თუ ივანიშვილია ქართველი? მართლა მაინტერესებს. ქართველი რასაც ქვია, ქართველი და კაცზე აღარ ამაყობა ლაპარაკი რა. ელემენტარულად ვინ სამადაშვილია, ბოკუჩავა, ეს მელია, გვარამი, ისინი ქართველები არიან? გამცეს ვინმე პასუხი. იმიტომ რომ ქართულად ლაპარაკობენ? აი მაგალითად გვარამია, რომელიც აშარდავს იმაში, რა ქვია, ღვინოში და ბორჯომში და ასე შემდეგ რა. და შვილებს საერთოდ ოჯახში ინგლისურად ლაპარაკობს და ინგლისურ სკოლაში ზრდის და ასე შემდეგ. თუ გირჩია ქართველი, თუ გახარია ქართველი, თქვენ მე მგონი ქართველობის საერთოდ რა წარმოადგენს იყო ქართველი, საერთოდ გაცნობიერებული არ აქვთ. თუ ვინა მურუსიძე არის ქართველი, აქეთ ამ მხარეს რო ვთქვათ, მეორე მხარეს ეს მოსამართლეების ამბავი ავიღოთ. თუ ეს ქოცები არიან ქართველები, რა ეტყობათ ამათ ქართველის რომელიმეს, რა ეტყობა ვინც პოლიტიკაში? კი, გვარით არიან, ზოგი გვარგატაკეთებულია და ზოგი გვარით ქართველია და ცხოველებივით საკუთარი სკამის და ჯიბის და გარყვნილების და უბედურების მეტი არაფერი არ აინტერესებთ და ქართველობა მაგი არა. დიახ, არც ერთი ნაციონალი მე ქართველად არ მიმაჩნია, არც ერთი ქოციონალი ქართველად არ მიმაჩნია. და კიდე ერთხელ მინდა ვთქვა და არ გადავდივარ მე იმ ჩემი სიტყვებიდან, რაც ეხება, რაც ვთქვი, კიდე ერთხელ ვიმეორებ. რათაც მეტი ნაკლები ნაცი და ქოცი იქნება ქვეყანაში, გაწყვეტილ ხართ ერთ დღეს. აი ესეთ ცხოველები, პოლიტიზირებული ზომბები, გვამები, მით უფრო უკეთესი იქნება საქართველოსთვის და ქართველიერისთვის. ასე რომ ქართველების რა ქვია ის ვიდეო აქვს კიდე აფიშირებული, ის ყვერი როა კიდე ის თეოფილე მალაფია ახლა ის აფრიალებს, რომ ერმილენ ემსაძე ქართველების დახოცვისკენ მოუწოდებს პუტინს და გაბუნია და გვარამია ყოფილან თურმე ქართველები. ერთი მალაქია შენ ახარ ქართველი და მეორე მაგენი არიან ქართველები და კიდე ისინი რა ქვია აქეთ LGBT დროშა რო გაქვთ მოხვეული და იქეთ ისა რა ქვია ევროკავშირის დროშა და ისა რა ქვია საქართველოს მომავალზე რო ლაპარაკობთ. თუ გახარია არის ქართველი, რომელმაც ჩემი ცემატყება უკაცო ესო არაფელიო ახლაო მთავარიაო რეჟიმის პატიმრებიო უნდა გავანთავისუფლოთ, აი რეჟიმის პატიმრებიო. აი ეს თურმე რაც ხდება ახლა ის კლოუნები და ეს მსახიობები და ისინი რო ყავთ დაჭერილი. მოლოტოვის კოქტეილებით რო წავდნენ პოლიციელებს რუსთაველზე და პიტარდებით რო ააქოთეს და გადააქოთეს ყველაფერი. აი ეს რეჟიმის პატიმრებიო და გახარია ნაბიჭვარო. გახარია არაკაცო. შენ რო იყავი მინისტრი. და თვითმკვლელი ღვთისმშობელი რო აფრიალეს გაბუნიამ და გვარამიამ ტელევიზიაში. რის გამოც შეხლა შემოხლა მოხდა. და მაშინ 7 ბიჭი რო დაიჭირე. და რამდენი ხანი ყავდა დაჭერილი და რამდენი ხანი აწვალებდი და ისინი არ იყვნენ რეჟიმის პატიმრები, რომლებმაც რწმენის გულისთვის და
ქრისტიანობის გულისთვის ხმა მოიღეს და დანარჩენების მიყოლებაც რო გინდოდათ. სინდისის პატიმრები ხო საერთოდ არ იყვნენ პატიმრები ჩემო ძმაო ახლა. მაგენი ადამიანებიც კი არიან. შენ ნაგავო, შენ არაკაცო, შენ მათხოვარო, შენ. ეგენ როგორ არიან? იცი მე არც ერთი მხარე არ მეცოდება და არც მეორე მხარე. აი სულად ძაღლებული ჟვანია და სააკაშვილი რო იყო ერთმანეთს დაჯახებული. და სულად ძაღლებული ჟვანია რო მიაბარეს მიწას. და სააკაშვილი. აი ასე არიან ნაცები და ქოცები ერთმანეთში, როცა ერთიც ნაგავია და მეორეც ნაგავია, ძაღლი მიაგდა იმასაც საფლავში და ძაღლი მიაგდა ამათაც. ასე რომ თქვენნაირი არაკაცები და თქვენნაირი მოღალატეები, რწმენის, ერის, სამშობლოსი, ყოველგვარი ქართველობის და საქართველოს და სამშობლოს დაუძინებელი მტრები, რათაც მეტი ნაკლები იქნებით და რათაც მეტი უფრო დახოცავთ ერთმანეთს, ხო? რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება საქართველოსთვის. მაგრამ გახარიას რო ევროპულად ახველებდა, ეს არახალი არის, კარგად მახსოვს, მაშინ ეს თეთრი ხმაურის მოძრაობის ხალხი რო ალყაში იყვნენ შემორტყმული, მაშინ იყო ქვეყანაში ჯერ კიდე ენერგია და ძალა ის გეუბნებით ერთი 7 წლის წინ. და ვეღარ გვაკავებდა მაშინ კონტრაქციის მონაწილეებს, ესა პოლიცია და უნდა გაიყვანათ ეს ფუჩუს გენერლები, ბაია პატარაია და ეს მთელი სანაბოზრეთი და ნარკომანები და ჩათლახები რო იყვნენ გამოსული იმაზე რა ქვია. ადამიანი შეიძლება იყოს ნარკომანი და ნარკოდამოკიდებული, მაგრამ ჩათლახი არ იყოს. ესენი ჩამოყალიბებული მოღალატეები და მტრები რო ეზიზღებათ ყველაფერი ქართულია ხო? ხო იცით რა კატეგორიაზე არის საუბარი, ვინც არა გაიხსენებ. და გამოვიდა მაშინ და პედერასტებს ესა რა ქვია, ბოდიში მოუხადა ემაზე რა ქვია, რუსთაველზე. ბოდიში მოუხადა, რომ კლუბებში შეაწუხა ნარკომანები და პედერასტები, რომლებიც ბარიგობდნენ და იქ ათასობით უბედურება ხდება და უამრავი ახალგაზრდა დაიღუპა და უამრავი მოკვდა იმ კლუბებში. ბოდიშები მოუხადა. ახლა ამნაირი კაციდან სხვა არაფერი არაა მოსალოდნელი. და მე იმ აქციების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მამამთავარი პრემიერ-მინისტრის მოადგილად რო წაიღო, მაშინ ბახტაძე იყო პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრის მოადგილედ წაიყვანეს ქოცებმა ახალგაზრდობის დარგში. ახალგაზრდობასთან ურთიერთობის საკითხებში და დააწინაურეს და წინ გაუხსნეს გზაკვალი. აი მიიღეთ მე ისეთი ახალგაზრდობა, რანაირი ახალგაზრდობაცაა გამოსდილი ეგერ და ქუჩაში რაც ხდება. ხო, ამიტომ მე თქვენ ქართველებად არ განგიხილავთ არც ერთს, ასე რომ პირდაპირ გეტყვით რა, მოგსწყნიათ ორი პატრონი რა, დაგიხოციათ ერთმანეთი. აი ამას ვამბობ, აი როგორი გულით, იცი? როგორი გულით ვამბობ, იცი? აი რო არც ერთი რო არ მენანებით რა. მართლა არ მენანებით. რატო უნდა მენანებოდეს ჩემი სამშობლოს მოღალატეები და მტრები? ნაციან ქოციანად, რა წვეტილი ხართ ერთად. ასე რომ ქართველები, ჯერ თქვენ იყავით ქართველები და მე ქართველის თვალით შეხედეთ იმას, რაც საქართველოში ხდება. ეს იქნება ჩემი მოკლე პასუხი თქვენთვის. თქვენ ხართ ქართველები და თეოფილე მალაქია არის კიდე ისა რა ქვია. მართლმადიდებელი ხარ ქრისტიანი დიდი ისა რა ქვია. თქვენ ხართ ბოზების მოდგმა. ახლა არ მინდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ გამახსენდა, იმიტომ რომ აი ესე პიარობს ახლა ის იმას რა ქვია, მის მრევლს ალბათ აქ დასლიკინებენ, რომ თურმე კოლექტიურ საჩივარწერს საფრანგეთის მის საემიგრაციო სამსახურის სახელზე და მისი ისა რა ქვია, გამოსცირებული ბებერი ძუკნაქალები უნდა იმასთან რა ქვია, კოლექტიურად უნდა მოაწერონ ხელი, რომ ისა რა ქვია, მე გამომადეპორტონ თურმე აქედან. ირამდებილებს იმაშიც ატყუებს, ჯერ თეოფილე ვინაა და მაგის საჩივარი ვინაა, მე და მეორე სამ საქმე არაა დასრულებული, თეოფილე მალაქია კი არა, ვერავინ ვერ შეეხება, ვერავის. და მე და კიდე ერთი ტყუილი ის, რომ კიდეც რო პოლიტიკური დევნილი სხვა ქვეყანაში, კიდეც რო ეკნეს უარი ნათქვამი იმას პროცედურები, როდესაც დასრულდება, დაუშვებელია იმ ქვეყანაში გააბრუნონ, რომელი ქვეყნიდანაც ჩამოვიდა რა. ასე რომ ძალიან კარგად იცის მაგ აფირისტმა
უფალო თეოფილე. და მის დასირებულ მრევლს ასე აბოლებს. ახლა თავი კაცი გონია. თურმე ამდენი რამე შეუძლია და ღმერთო, დიახ აუცილებლად გავაკეთე ბატონო თეოფილე. ეს საზიზღარი ერმილე გაადეპორტეთ საფრანგეთიდან. ეს ზუკნა ქალები, რო კითხო ევროპელები არიან. და ქრისტიანები. თქვენი ევროპელობა და თქვენი დედა მოტყან მე. ბიჭო, თქვენ თუ მართლა დასავლეთის და ევროპის საერთოდ რაიმე აზრზე ხართ იმ თქვენ დასირებულ პრაროქს რო უსმენთ დღე და ღამე. როგორ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ადამიანი გეზიზღებოდეს. და ახლა ქრისტიანულად რო ვთქვათ, რომელი ქრისტიანულში მაგი წერია, თეოფილეს ბიბლიაში წერია ალბათ, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ სამშობლოში არ ედგომება და უცხო ქვეყანაშია, უსაბუთოდ, უსახკაროდ, 1000 რამის გამო, კიდევ თქვენ დაემატოთ მათ რა ქვია, პრობლემად, იმიტომ რომ მისი აზროვნება არ მოგწონთ. და აუქნაო ვიჩივლო თუ არა, აუცილებლად გაბოზდი თეოფილე მალაკე. თუ არ გაბოზდე, შენი დედა შევეცი და თქვენი დედა შევეცი სათითაულო. მიდით, აგერავა რა, არც არ მივდივარ. მისამართს მე გამოგიგზავნით, სად უნდა გააგზავნოთ წერილი ის თუ გაინტერესებთ. აი ესეთი ქართველები მე გამოვლიან და დაგიწყებენ იმაზე ლაპარაკს, ქართველების დაპირისპირება უნდათ. ეხლა შეიძლება სერიოზულ საკითხებს მოკლედ აი ამ ავატყოფს და ამ დებილ ხალხს, უბრალოდ საითაც არ უნდა გაიხედო. საითაც არ უნდა გაიხედო, აბსოლუტურად ყველგან ესეთი ავატყოფი ხალხია. საითაც რომელ მიმართულებაზე გინდა გაიხედო. პოლიტიკაში გაიხედო, ნაცია აიღე, ქოცი აიღე, გირჩი აიღე, ხოშტარიები აიღე, გინდა ისინი აიღე, რა ქვია, ლელო აიღე, სულ ნაგავია. გადახედავ იმას, რა ქვია, აქეთ სასულიერო პირებს, ახლა ამ ჯიპიან მამაოებზე უკვე ლაპარაკი ზედმეტი არის, თუნდაც ვითომ ვინმეს რო ეს ჯიპიანი მამაოები არ მოწონს, ეს თეოფილია ალტერნატივა ეს. მაღმერთი დედამიწაზე. ტელევიზიას გადახედავ, სულ სანაგვია. თუ სადმე ნაგავი, ესე ჯოჯოხეთი ხანდახან სარიელი მგონია, რომ დარჩა, ამდენი ნაგავი ამოვიდა ერთიანად. და ყველას ერთი რაც შეუძლიათ, ესა მარტო საკუთარი სამშობლოს, საკუთარი რწმენის, საკუთარი ქვეყნის მტრობა. და ამით ცხოვრობენ ესენი. ამით საიდან გამოტყვრა ჩემო ძმაო და ვახოსანაიას საშუალებით და ამათ საშუალებით კეზერაშვილის და ამათ იმიდან იღებს ფულს და იდებს ჯიბეში და ასე ადამიანები ვისაც ეროვნული აზროვნება გააჩნია, ან დისკრედიტაცია უნდა გაუკეთოს, ну არა მარტო ეროვნული აზროვნება ვისაც გააჩნია, საერთოდ ეგეთი ჩვევა აქვს, რომ მიიწვევს ჯერ ხალხს დიდი პატივის წინაშე, მე დაუწყებს ლანძღვას, რომ მასკნას რა ქვია, ცვეთში იყოს მერე და ასე ხდება რა. ну ერთი ძალიან დაბალი დონის თაღლითი არის, რომელსაც 1-20 გამოშტერებული ყავს და ასე ზიან და ბლუკუნობენ თავისას, მაგრამ ბოზური სული მაგარია. აი რამენაირად ვინმე დაუყონდა, რამენაირად ვინმე გაამწარონ და რამენაირად წამოპლაგულები არიან, ასე 20 წლის წინ წათრეულები იმაში, რა ქვია, ამერიკაში და კანადაში და მთელი თავიანთი ცხოვრება აწყობილი აქვთ მართლმადიდებლობის ლანძღვაზე, ქართველობის ლანძღვაზე, დინებაზე, აქეთ-იქეთ და მოჯდნენ, კაი გემრიელად. ახლა ფეხზე აქვს გადადებული 80 წელსაა მიტანებული, ცხარი აქვს ფეხზე გამომბული და იქიდან იწამლება კიდო. ბოზური სული მაღალია. თქო მე გამოვლიან, ახლა მითხარ მეთქრო თეოფილე მალაკიას ქართველია. მაგნაირი ქართველების დედას შევეცით უსადმია კიდე რა. გახარიასნაირი ქართველების დედა მოვთქვა. სანაიასნაირი ქართველების კიდე. და საერთოდ აი ეს თელი სანაცკოცეთი ვინც ახართ რა. ქართველების დახოცვა. საქართველების დახოცვას მოუწოდე. ერთ დღეს არ გაგთენებია დილა, მაგრამ მე არ ვიდარ. პირიქით. საჭიროცა ჰაერივით ჭირდება ჩვენ საზოგადოებას გაწმენდა ასეთი ნაგვიდან. თუ გვინდა რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ ახ, თუ გვინდა რანაირიც ავართ, გავაგზავნოთ მას ცხოვრების. მოკლედ დღეს მინდოდა სულ სხვა თემაზე საუბარი, ცოტა გამიგრძელდა სიტყვა და ეს ეხება ახლა უკვე სერიოზულ საკითხებზე მინდა ვისაუბრო. თეოფილე მალაფიას უნდა და მის მალაფია მრევლს. ვის არ უნდა? ყველას უნდა. საქართველოში ყავი, ხანი არ მაყენებდი. ხანი ვარ, ხანი არ მაყენებდი, და მთვარეზე უნდა წევიდე. მაგეთ რომ მართლა რამე შეეძლოთ, ხო ამოგხდინენ სულს ადამიანს. მოდგმით ბოზები. გაბოზდი, თეოფილე, გაბოზდი.
გარგეშლება მაგი შენ წვენის მოღალატე და სამშობლოს მოღალატეს ბოზობა გაგიჭირდება? სალამე მაგერმა ვერაფერი ვერ მიქნა სიმწრის ლოგინზე ეყარონ და იწმუტუნ უნდა იყვენ იქანა, მაგრამ გული იმაზე მწყდება რომ ამდენი ბოზური სული საიდან აქვს ამ ადამიანებს თუ არა. თეოფილე მალაქია კი არა და მისი დასირებული მრევლი კი არა. მოყვარი აღარავინ დამჩა გონია საქართველოში იმდენ მყავს გადაკიდებული ამ რატო აგინებ და ამიტომ აგინებ. მოკლედ დღეს მინდოდა საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე, რომელი მნიშვნელოვანი საკითხიც არის ეგრეთ წოდებული იზოლაცია. ახლა ყველა მატეხა ერთი ამბავი რომ აი თურმე საქართველოს არის იზოლაციაში, ასე, იმიტომ რომ საქართველოს არ მიიწვიეს დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე, ლიბერალური ეკონომიკების რა ქვია, ფორუმი არის, რომელიც ასე იანვარში ტარდება შვეიცარიაში და მეორე კიდე უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ტარდება ევროპაში, ესაა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია. ხო, ვის გაგიკვირდათ მერე და რა არის ამაში მოულოდნელი? ეს არის ულტრალიბერალური ქვეყნების თავშესაყარი ბუნაგი, სადაც განიხილავენ საკუთარ კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. თუ მათი ლეკვი არ ახარ ბოლომდე, ძაღლის ლეკვი თუ არ ახარ ბოლომდე, შენი ეკონომიკა და ჯერა ეკონომიკა ჩვენ აგვაქვს. ჩვენარი ქვეყნების გასანადგურებლად არის ეს ეკონომიკური ფორუმი თუ არა, აი რა ამდენი ხანია იწვევენ შევარდნაძის დაწყებული აი ამ ბლუკუნა პრეზიდენტებთან შარშან იყვენ ჩათრეულები, ქოცებით დამთავრებული ყოველ წელიწადს იწვევდნენ, მაგრამ საქართველოს ეკონომიკას ნგრევის და უბედურების და გადაგვარების მეტი არაფერი არ მოუტანია მაგ ფორუმს. ამიტომ ძალიანაც კარგი თუ არ მიგვიწვევენ, ძალიან კარგი, მივესალმები. და რაც შეეხება უსაფრთხოების ფორუმს, მიუნხენის უსაფრთხოების საკითხს. არაფერი არის საქმეობა საქართველოს იქ. არც ადრე არის საქმებოდა. არ ვართ ჩვენ კონტინენტური ევროპა და არაფერი უსაფრთხოების საკითხები, ევროპის უსაფრთხოების საკითხები საქართველოს არ ეხება. და არავის არ აინტერესებს საქართველოში იქ რა ხდება. მაგრამ ძალით ტენიდნენ ამ ქვეყანას იქ. ძალით ტენიდნენ და ესენი არიან სრულად უმადური ხალხი. მაგ უსაფრთხოების კონფერენციების და ასე შემდეგ მათ დამსახურება ქართული ჯარის მსახური ყველა მისიაში, რომელი მისიაც იყო კოსოვოდან დაწყებული, დამთავრებული აგერ ავღანური მისიით, რომელსაც ამდენი ადამიანი შეეწირა, ამდენი უბედურება და ამდენი ჯარისკაცი დაუკარგეთ, ამდენი დაჭრილია, ამდენი დასახიჩრებულია, 50-მდე ჯარისკაცი შევწირეთ ამ მისიებს. ესა რა ქვია 500-მდე ადამიანი დაიჭრა, ახალგაზრდა ბიჭები ამათ მისიებში და არ მოწონთ საქართველოში არჩევნები და საქართველოს იმ წუთში მოიკიდეს ფეხებზე. აი ესეთი მეგობრობა იციან ევროპაში, როგორც ინტერესი მთავრდება, იქვე მთავრდება ყველაფერი. არავის არ ახსოვს არც ამ ბიჭების გაღებული სისხლი, არც საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით მიღებული სიკეთე, საჰაერო სივრცის დათმობა იყო, სახმელეთო სივრცის დათმობა იყო, ტრანზიტების გატარება იყო, ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობა იყო თუ ასე შემდეგ. ასე რომ არც იქ არ დაუძახეს, რა თქმა უნდა არ დაუძახებდნენ, იმიტომ რომ ხელოვნური იყო ეს ყველაფერი და საქართველოს იქ ყოფნა არ ყოფნა ევროპის უსაფრთხოებას ნამდვილად არ უზრუნველყოფდა მხოლოდ და მხოლოდ მათ ინტერესებს, რომელი ინტერესებით საქართველოს გავლით უნდა მომხდარიყო და ხდებოდა ეს ყველაფერი. როგორც კი გაწყდა ეს თანამშრომლობის ესეთი მონური, ასე რომ ვთქვათ, ჯაჭვი, რომელი მონური ჯაჭვიც ჯერ კიდე შევარდნაძის დროიდან დაიწყო, რა თქმა უნდა დასრულდა ესენი. ახლა ჩვენ გვამადლიან თავს, ჩვენ რას გვამადლიან? ჩვენ ტერიტორიული მთლიანობისთვის არავინ ჩამოსულა ევროპიდან და არავის არ უბრძოლია. ჩვენთვის იარაღიც არავის არ მოუწოდებია. ჩვენ არავინ არ დაგხმარებია და ჭირდებოდათ მაგათა, თუ არ ჭირდებათ, კისერი უტეხიათ. სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი არის, სადაც გეოპოლიტიკური
საკითხები განიხილება, ახლა დაკნინებას არ ვაპირებ ამ უზარმაზარი, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფოების უსაფრთხოების კონფერენციას. და მინდა გავახსენო ისე ვინც დაინტერესებული პირები ხართ საქართველოს ბედით საერთაშორისო მიუნხენის საკრალური ადგილია. მიუნხენის საკრალური ადგილია ჯერ კიდე 30-იან წლებში მიუნხენის ძელკას რო ეძახიან. მიუნხენში გადაწყდა ჰიტლერის დაშოშმინების ბედი და თხასავით გაყიდეს მაშინ ცენტრალურ ევროპაში ჩეხეთი, რომელზეც წამყვანმა ქვეყნებმა თავი კვერი დაუგრეს გერმანიას და ჩეხეთი როგორც საშობაო გოჭი ისე შეაჭამეს, შეაწვევიეს და შეაჭამეს და ხმარავის არ მოუღია. 2007 წელს პუტინი იყო ჩასული, მაშინ რუსეთის მონაწილეობდა მიუნხენის კონფერენციაში და ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ იხილოთ პუტინის განცხადება, როდესაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნების მოქმედება, სარაკეტო სისტემების დაყენება და ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება იმ სამხედრო ბლოკის, რომელიც სამხედრო ბლოკის წევრიც არ არის რუსეთი, ეს იყო წყალგამყოფი საუბარი 2007 წელს. აუცილებლად გამოიწვევდა დაპირისპირებას რუსეთს და დასავლეთს შორის და რუსეთი ამისთვის მზად იყო მიეღო ეს გამოწვევა. გააფრთხილა პუტინმა, არ დაუმალია იმას არაფერი, პირდაპირ უთხრა, თუ კი თქვენ გააგრძელებთ არსებულ პოლიტიკას და რუსეთის საზღვრების ირგვლივ ნატოს ინფრასტრუქტურის მოყვანას და სარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსებას და იურიდიული ვალდებულებების არაღებას, რუსეთი იმოქმედებს და იმოქმედა რუსეთმა 2008-შიც იმოქმედა, ახლაც მოქმედებს უკრაინაში და იმოქმედებს კიდე. აი ამას წვიტავენ ეს ქვეყნები. საქართველოსნაირი ქვეყნები ჭირდებათ აი ესე ამაში, რა ქვია, გალიაში დამწყდეული მშიერი ლომი როა და ძაღლის ლეკვს რო შეუგდებენ. შესაჭმელად აი ასე ამისთვის. ადრეც მასე იყო და ახლაც ასეა, იმიტომ რომ პოლიტიკაა ასეთი. ზოგადად. კაცობრიობის ისტორიიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე პოლიტიკა არის ასეთი. პატარა და სუსტ ქვეყნებს ყოველთვის იყენებენ გასაგლეჯად. მაშინ ჯერ კიდე ჩეხეთი დაგლიჯეს, ავსტრიაც მიაყოლეს. მერე საქართველოს დაგლიჯეს და მიაყოლეს, ახლა უკრაინას გლიჯავენ და აყოლებენ და ვისაც უნდა იქ საერთოდ ესეთი გამოთქმა სადმეო როდესაც გეპატიჟებიან საინტერესო არისო რა სტატუსით მიხვალო იქ იჯდები სუფრასთანო თუ იდები სუფრასეო საქართველოს მიუნხენის შეთანხმებიდან 2007 წლიდან მოყოლებული სუფრაზე იდოდა ჯიჯგნიან ახლაც და თუ შეგვეშვენ ძალიან კარგი მივესალმები მხოლოდ ამ ყველაფერს, იმიტომ ჩვენი ქვეყნისთვის არავინ არაფრის გამკეთებელი არ არის. ეხლა რაც შეეხება ჩვენი იზოლაციის საკითხებს. ეხლა ჯერჯერობით ტურბულენტობის პერიოდი არის, არავინ არ იცის როგორი იქნება სამყარო. არავინ არ იცის ხვაზე რა იქნება. ერთი მაგ მიუნხენის კონფერენციაზე თუ განიხილავენ იმის რა ქვია კანადის და გრენლანდიის დაცვას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პირდაპირი აგრესია იქნა ოკუპაციის გამოხატული ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტიდან, რომ ისინი არ გამორიცხავენ შეიარაღებული ძალების გამოყენებას გრენლანდიის ოკუპაციისთვის და რა სჭირდება საერთოდ დანიას გრენლანდია. აქედან გამომდინარე და იმედია ალბათ მომდევნო მსხვერპლი ამჯერად ამერიკის მიუნხენის კონფერენციაზე დანია და კანადა არ იქნება.
იცი რომ ძალიან კარგი არის საქმე. ჩვენ რაც შეგვეხება. ამ ყველაფრის რა თქმა უნდა არის ეს იზოლაციური საკითხი, არის, იმიტომ რომ ხოცებმა თავის დროზე გააგრძელეს ის მონური პოლიტიკა, რომელი მონური პოლიტიკაც ჰქონდა სააკაშვილის არჩეული, რომელსაც გადებული ჰქონდა საქართველოს მთლიანად ყველასთვის. ამიტომ საქართველოს ისინი სერიოზულად არ უყურებდნენ და ხოცებმაც გაუგეს ფეხქვეშ ქვეყანა. ой, კაი, ვილაპარაკოთ მაგასაც. ამიტომ ასე იყო დამონებული ჩვენს მიმართ, როგორც მონის მიმართ ჰქონდათ ეს დამოკიდებულება და რადგანაც ეს ჯაჭვი გაწყდა, აქედან გამომდინარე საქართველოსთან მიმართებაში ეს არ მიწვევები, არ დაპატიჟები, არ აღიარება, ლეგიტიმაცია, მსგავსი რაღაცეები არ არის. გასაკვირი არის ის, რომ ხოცები შეუძრენ უკანალში და უკრაინის წინააღმდეგ იმის რა ქვია, რამშტაინის ბაზაზე ქართული ჯარის წარმომადგენლები რო გააგზავნეს გენშტაბიდან ეს არის გასაკვირი და გადასარევი, იმიტომ რომ იმისთვის რომ ვიღაცას ხელი ჩამოერთვათ და აღიარება გაეკეთებინა და შეუძვერით, ვინც უკანალში უძვერით კიდევ უძვერით ევროპელებს, აქამდე ხო ჩაგარტყეს ყველაფერი ცხვირპირში და ხომ მოგაფურთხეს და ხომ გადაგახურეს თავზე ყველაფერი და ხომ გიწყობენ ქვეყანაში. დღეს ვინმეს ეჭვიეპარება, რომ საქართველოში რაც ხდება და როგორც ხდება ეს პირდაპირ დასავლეთიდან რო ხდება და პირდაპირ ეს რო არის პირდაპირ ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსული დაფინანსება, რომ საქართველოში მოხდეს გადატრიალება და ვინმე მოვიდეს, ის კი არ მოვიდეს, ვინც ქართველებს სჭირდება და საქართველოს მხსნელი მოვიდეს ისევე მიშები, მოვიდნენ ისევე სალომე ზურაბიშვილი, ერთადერთი მიზნით, რომ ისევე ატყდეს ომი და საქართველოს როგორც თხა ისე შეწირონ, კიდე ერთხელ მოხდეს ამის გაგრძობიდობა. და თქვენ კიდე უკრაინის დასახმარებლად, იმაში რამშტაინის ბაზაზე ისინი აგზავნენ. თქვენ ხო ხოცები უთავმოყარეო ხალხი ხართ. უსინდისო და უთავმოყარეო ხალხი ხართ. ბიჭო, რამის გამკეთებლები ხართ კი არა, როთისთვის ვერ დაგიწესებიათ ელემენტარული და სხვა იმ ავიცი, იმ ჩაუსკასიო თუ ამ ჩაუსკასიო თუ ესენი მაგათთვის ვერ დაგიწესებიათ სანქციები, რომ ცხვირი არ შემოყონ საქართველოში. და დღეს იყო წასული ესა ხოცების საგარეო საქმეთა მინისტრი იმაში, რა ქვია, ბაქოში, რომ ესა რა ქვია, არავინ აღარ ღებულობს დასავლეთში, აღარავინ არ უძახის და წავიდა ბაქოში, იმიტომ რომ აზერბაიჯანიც, ესე არის უღონ აზერბაიჯანის სახელმწიფოა ჩვენგან განსხვავებით და იქ იცოცხლებს თავს. რუსებმა შემოთვალეს ამის გუშინწინეებზე იყო ლავროვმა განაცხადა, რომ 3+3 ფორმატიო ისევე ზღიაო და თუ გაქვთ სურვილიო, შემობრძანდით. ნელ-ნელა თვითონ გეოგრაფიის გაკვეთილი 2008 წელს ხო ჩატარდა, 92-93-ში ხო ჩატარდა გეოგრაფიის გაკვეთილი. 2008 წელს ხო ჩატარდა გეოგრაფიის გაკვეთილი და ახლა წარდება გეოგრაფიის გაკვეთილი. არავინ საქართველოს არ აღიარებს მისი მეზობელი ქვეყნების გარდა და მისი რეგიონის გარდა. იგივე თურქეთის, იგივე სომხეთის, იგივე აზერბაიჯანის, იგივე ირანის და იგივე რუსეთის გარდა. დარჩენს არ აინტერესებს და ამათთვის საქართველოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე არის რჩება ერთადერთი გამოსავალი წინ აზიისკენ და ჩინეთი. ამიტომ დაივიწყეთ ის ფორმატები, რა ფორმატებიც აქამდე არსებობდა. ბრიუსელში რა თქვეს, სტრასბურგში რა თქვეს, ვაშინგტონში რა თქვეს, ახლა მოემზადეთ შემდეგნაირად. პეკინში რა თქვეს, თეირანში რა თქვეს, ანკარაში რა თქვეს, მოსკოვში რა თქვეს, ამას მიაქციეთ ყურადღება. აცი ესე წამოვა, იმიტომ რომ ეს ბუნებრივი პროცესია ხალხო. ვინმეს არ გქონდეთ იმის ილუზია, რომ ეს არის ან ივანიშვილზე, ან სხვაზეა დამოკიდებული. სოფლიო გეოპოლიტიკა იცვლება. როდესაც სოფლიო გეოპოლიტიკა იცვლება, შენ რანაირი მთავრობაც არ უნდა გყავდეს საქართველოში. შენ მთავრობას არავინ არაფერს არ შეეკითხება. თავში წამოარტყამენ ხელს და იქვე დასვავენ. როგორცაა მოსაჯენი ერთ ადგილას, როგორც მოუჯენიათ არაერთხელ და არაერთი ქვეყნის მთავრობები. აი ახლა მაგალითად, ხო, ჩვენთვის ახლა მაგალითი არის რა? სომხეთი, კიდე ერთხელ. ქართულს თუ რა ვინმეს მაგალითი ჭირდება.
გააფორმეს ახლა სომხებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჯერ ევროკავშირში ხო უნდათ. ახლა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია გააფორმეს. აი ახლა ძალიან შიგ ევროპელები რო ხართ და ძალიან შიგ უკნიდან განათლებულები. აი ვნახავთ. საქართველოს ხო ყავს რუსული მთავრობა. სომხეთს ხო ყავს ევროპული მთავრობა. აი ვნახავთ ერთი ახლა სომხეთს თუ მიიღებენ ევროკავშირში და ამერიკის შეერთებული შტატები თუ დაეხმარება სომხეთს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ახალ ომში თუ დაუდევს ამ ხელშეკრულებას. და ის რაც კონდათ დადებული საქართველოსთან ის დადეს სომხეთთან. დადეს. იმიტომ რომ მათი ინტერესებიდან გამომდინარეა, იმიტომ რომ სომხეთის მთავრობას მალე მოაჯენენ. და როგორ მოაჯენენ, იცით? აი ამ გეოპოლიტიკური რეალობიდან ამოვარდნის გამო. დასავლეთში ეს უნდათ. თავარი არეულობა მოხდეს, თავარი ახალი ომი მოხდეს. სომხეთშიც, საქართველოშიც, მთლიანად კავკასიაშიც გადაედება შემდეგ ეს ჩრდილო კავკასიას და რუსეთს წაეკიდება სამხრეთიდან ცეცხლი. ისე როგორც აქვს წაკითხებული უკრაინიდან ცეცხლი. რუსეთი კი იქნება იმაში, რა ქვია, ომებში ჩაბმული, თვითონ ასე იჯდებიან ლამაზად. აი მაშინ, რა ქვია, წამომჯდარები ლამაზ სახლებში ევროპაში და შეხედავენ და განიხილავენ მე პოლიტიკას მაგამდე არ მივა იქ ყველაფერი. თქვენ გინდათ თქვენი ქვეყანა იქნა შეწირული ამ ყველაფრისთვის? ამიტომ შემოკარგებო დაივიწყეთ ის რაც იყო, აღარასდროს აღარ იქნება. მოამზადეთ დამოუკიდებელი პოლიტიკისთვის. რომელიც უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას, ვიდრე აქამდე არსებული კურსი. კიდევ და კიდევ ერთხელ ვამბობ. ეს სურვილზე არაა დამოკიდებული. ესაა გეოგრაფიულ მდებარეობაზე და გეოპოლიტიკაზე. შეიძლება ადამიანს ძალიან უნდოდეს, რომ არ ყავდეს ის მეზობელი გვერდით ვინც აყავს, მაგრამ ის მაინც ეყოლება მისი მეზობელი. ისია საქართველოს ბედიც. საქართველო ვერაფრით ვერ იქნება შვეიცარია, ვერც ლუქსემბურგი, ვერც დანია. იმიტომ რომ საქართველოა და მდებარეობს კავკასიაში. რომლის მეზობელი ქვეყნებიც, საფრანგეთი, გერმანია, საზღვაო მეზობელი დიდი ბრიტანეთი კი არ აყავს. რუსეთი ყავს, უკრაინა ყავს, თურქეთი ყავს. სახმელეთო მეზობელი თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. რეგიონის მოთამაშე ირანი. ამიტომ ის რაც არის სიტყვაზე ჰოლანდიისთვის მისაღები მის მეზობლებთან დაკავშირებით, ის საქართველოსთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება. მაგრამ ეს ამ ყრუ ხალხმა ვერ გაიგო. ამათ გონიათ, რომ ყავისმა პარიზში გადაარჩენს ქვეყანას. კი. კაცო, რუსეთი იმპერია, აი რა. ბოლო 400 წელიწადია. 400-500 წელიწადია იმპერია. ხო და ეს იმპერია 10 წელიწადში ერთხელ ომობს. გადახედეთ ისტორიას. ისევე როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, იმპერია. და თავისი 259 წლის არსებობის მანძილზე, მხოლოდ 19 წელი იყო ისეთი, როცა არ ომობდა. და ამერიკელები უფრო მეტი ინტენსივობით ომობენ. ეს არ დამთავრდება. გადახედეთ ბოლო პერიოდის ომებს რუსეთის მხრიდან. საბჭოთა კავშირის დასლის შემდეგ, ხო? ჩეჩნეთში, აფხაზეთში, ზოგან ფორმალურად, ზოგან არაფორმალურად. ყარაბაღში ყველგან თავისი ცხვირი ჰქონდა ჩაყოფილი. სირიაში, 2008 წელს საქართველოში, ახლა უკრაინაში. ეხლა გადახედეთ ამერიკის შეერთებული შტატების ომებს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იუგოსლავია,
ყოფილი იუგოსლავია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, სერბეთი, კოსოვო, ლიბია, ერაყი, ავღანეთი, სირია. გავაგრძელო ჩამონათვალი? რა არ ითვლება ეს ფერადი რევოლუციები? ასე არის იმპერიების არსებობა. და შენ პატარა ქვეყანამ უნდა ნახო შენი ადგილი. ასე რომ იზოლაცია თუ დაიწყება დასავლეთიდან, მე ერთი რაღაცის თქვა მინდა. იმიტომ რომ დღევანდელი ევროპელი პოლიტიკოსები დიდი ტვინით და აზროვნებით არ გამოირჩევიან. საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული იზოლაცია უფრო მეტად დააზარალებს ევროკავშირს, ვიდრე საქართველოს. და აქ ამას თავისი მიზეზი. იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა საერთოდ არ არის დამოკიდებული ევროკავშირზე. ერთადერთი რაცა ეგ აქვს გზავნილები. და ეხლა აუგრძალეთ ხალხს, რომ ფული გააგზავნოს, მისი ნაშრომი გააგზავნოს საქართველოში, მონური მუშაობით აქაც ევროპაში. მე ერთ აუგრძალეთ. რომ შენ ოჯახს არ გაუგზავნო ფული. საქართველოს არ აყავს ევროკავშირი მეზობლად. საქართველოსთან საზღვრების ჩაკეტვას ვერ მოახდენს. ამიტომ საქართველოს გააგრძელებს. საქართველოს ეკონომიკა არ არის ინტეგრირებული ევროკავშირის ეკონომიკასთან. ინტეგრირებული არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან, თურქეთთან და ჩინეთთან. ასე რომ ჩემო კარგებო, საქართველოსთან ევროპა და ამერიკა უფრო მეც სიკეთეს ღებულობს. ეს იქნება ტრანზიტი იქნება ტვირთის, ტრანზიტი იქნება გაზის, ტრანზიტი იქნება ნავთობის, ტრანზიტი იქნება ელექტროენერგიის და ასე შემდეგ უამრავ რამეებში. არ ვიცი, საერთოდ მე ძალიან დაჩლუნგების ერა არის საერთოდ დამდგარი ამ ევროპელ პოლიტიკოსებში და საერთოდ რას ფიქრობენ, მე აზრი არა ვარ. მაგრამ კარგი, ისერი უტეხიათ, ეგ რა ჩვენი საქმეა და რა ჩემი საქმეა, მაგრამ საქართველოს მაგით დიდად არ დაზარალდება. ახლა ერთადერთი ვარიანტი არის თუ ეს რა ქვია, გამწარებული ხალხი გამოვა ქუჩაშიო, რასაც ფიქრობენ და დაამხობენ ქოცების ხელისუფლებასო და მოიყვანენ იმ ძალას, რომელიც ძალად ჭირდებათ. არ ხდება ეს, ვერ ხდება ეს. ესეც ვერ გაუგიათ ევროპაში, რომ ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებული ყველა ძალა ისე ეზიზღება ქართველს, მაინც ივანიშვილი ურჩევნია. ისე შეაზიზღეს ქართველ ადამიანს. ყველაფერი მასთან დაკავშირებული. და ისე შეაზიზღეს ქართველ ადამიანს, 32 წელიწადია, 33 წელიწადია მიდის ქართველი ადამიანის შეცვლა. თავიდან ბოლომდე, ყველაფერში. მენტალობა, აზროვნება, კულტურა, ყველანაირი გადაფორმატება და გადაჯიშება მიდის ქართველისგან. არ გამოდის ეგ ყველაფერი. რა თქმა უნდა, გოგი გეთანხმები, ყველაზე დიდი სანქცია ასოცირების ხელშეკრულება არის. ეს ხელშეკრულება სიმართლე გითხრათ, საერთოდ გასაწყვეტი არის. მე აქ ახლა ევროპაში ვარ, აგერ უკვე 3 წელიწადზე მეტი არის და ერთადერთი ქვეყანა, სადაც ქართული პროდუქცია საერთოდ რაღაც იგი ღვინო რა გვაქვს, ხო, როსვა წარმოვიდ. ესა პოლონეთი. სხვაგან ვინ შეგაყოფიებ ზღვირს? შეიძლება ერთ საფრანგეთში ქართულ ღვინოს ნახავ? გადავატრიალე, რამდენი მაღაზია ტაქსელი გინდა, ქართულ ღვინოს აქ ვერ ნახავ. ერთ იმას წავაწყდი შემთხვევით, რა ქვია, მაღაზიაში და გამიხარდა ქართული წარწერა იყო, აჯიკა ეძერა და ბიჭო, მეთქი ქართულ მოვკიდე ხელი და დამზადებულია ჰოლანდიაში აწერია. არავის არ ჭირდები აქ. შენი ბაზარი კი გავსებულია სულ შიგ ევროპული პროდუქციით. ამიტომ ეს ტვინი არ ყოფნით. ახლა მაგით ცოტა ვრცელი თემა არის, მაგ ბირთულ დოქტრინასთან დაკავშირებით მე ადრე მაგდან საუბრები, მაგრამ წინა კომენტარზე მინდა გაქცე პასუხი. როდესაც წერდი, რომ
მალეო ისო ბალტიისპირეთის ქვეყნებშიო. აი საქმეც მაგაში არის. საქმე და მთელი პრობლემა იმაში არის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთთან და ბალტიისპირეთთან ეს უკვე ნატო-რუსეთის საზღვარი არის. სიტუაცია ისე არის დაძაბული, რომ ადრე თუ გვიან ყველა მიცის, რომ ეს გასკდება. და რატომღაც ამ ხალხს გონიათ, რომ რუსეთი თუ ბირთვული იარაღს მოკიდებს ხელს და თუ კი მართლა დაიწყებს ომს და გადავა ბირთვულ ომებზე, რომ რომელიმე ევროპის ქვეყანა გადარჩება. მაგრამ ბირთვულ ომზეც რო არ მიდგეს საქმე, ბალტიისპირეთის ქვეყნები აი ელემენტარულს გეტყვით რა. და თვითონ ბალტიისპირეთშიც კარგად იციან და ამიტომ აქვს ერთი ადგილი მოჭერილი. ამიტომ ჟიმჟიმობენ და ამიტომ დარბიან თბილისში. ისტორია კიდე ერთხელ ეს ისტორიის გამეორება. 1921 წელს, როდესაც საქართველო დაიპყრო რუსეთის SFSR-ემ და აქ უზარმაზარი არმიის შენახვა უწევდა, პარალელურად მიდიოდა ომი პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და რუსეთი იძულებული იყო სამხრეთ კავკასიაში უზარმაზარი არმია გამოეგზავნა, რაც მოაკლდა დასავლეთის ფრონტს და ამ ომში წააგეს პოლონელებმა, რუსებმა და მოიგეს პოლონელებმა. ამიტომ თუ კი რუსეთი იქნება დაკავებული კავკასიით, უკრაინით და სხვა რეგიონებით, იმათ ბალტიისპირეთისთვის არ ეცლებათ. ამიტომ არის ეს ბალტიისპირელი პოლიტიკოსები, როგორც ცეპნოიპიოსებს რო ეძახიან, ძაღლებად რო ყავთ ასე და ჩამორბიან და თბილისში დარდობენ თურმე საქართველოს მომავლისთვის. არავის არ აინტერესებს საქართველოს მომავალი სასიკეთო გაგებით. საქართველოს უბედურება ყველას უნდა. იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ შემდეგი სამიზნე უკრაინის შემდეგი სამიზნე ეს არის ლიტვა განსაკუთრებით. იმიტომ რომ სუალის კორიდორი, რომელიც კალინინგრადის ოლქთან ყოფს ლიტვას, ეს არის რუსეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის კორიდორი, იმიტომ რომ წაუყენებს ულტიმატუმს, რომ ჩემ ტერიტორიაზე, რომელიც ბლოკადაში ყავთ მოქცეული, ჩემ ტერიტორიაზე მომეცი გადაადგილების უფლება. რო არ მიცემს გადაადგილების უფლებას, ამ შემთხვევაში გამოვა ნატო-რუსეთის ომი. და თქვენ გგონიათ, რომ ნატოს ქვეყნები მზად არიან ომისთვის. 50 ქვეყანა იბრძვის აგერა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ. თქვენ გონიათ, უკრაინული გენშტაბი გეგმავს იქ რამეს. უკრაინული შეიარაღება რო არაა, სადა ქვეყანა მიცის, ხო, მთელი მსოფლიოდან მოაქვს შეიარაღება და უკრაინული ის რო რა ქვია, სპეციალისტები არ არიან ამ იარაღთან, ესეც ყველამ კარგად იცის. ვერ ამარცხებენ ამ ახლა მონსტრს. აი ამიტომ ჭირდებათ ახლა შეიკრიბებიან მიუნხენის კონფერენციაზე და იტყვიან ალბათ, რომ საქართველოს ჯერჯერობით ვერ ავაფეთქეთ, რომ რუსეთი დაკავდეს საქართველოთი და რა ვქნათ ახლა, რა მოვიფიქროთ, როგორ დავიცვათ რამენაირად ბალტიისპირეთი. და ახლა ვინც არ ადევნებს თვალყურს ამ საკითხებს, ეს კიდე ცალკე საკითხია, იმიტომ რომ ბალტიისპირეთი აი ახლა განსაკუთრებით აწრიალებული არიან. ვისაც გაინტერესებთ, მაქვს მე ამაზე ვრცელი ბლოგი გაკეთებული. ისა ბალტიისპირეთის გაწევრიანება და რუსეთის საკითხი, როდესაც ფინეთი და ნატო გახდა, შვედეთი გახდა ნატოს წევრი ქვეყნები, თუ რას ნიშნავდა ეს? და მიმდინარეობს ახლა ამ ბალტიის ზღვაში ჰიბრიდული ომი. ინფრასტრუქტურის დაზიანება იქნება, კაბელების გადაჭრა იქნება, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს მისი რა ქვია, ჩრდილოეთის ნაკადების აფეთქება და ასე შემდეგ. იქ ჩვეულებრივი დაპირისპირება. ამისთვის ჭირდებათ საქართველო. რუსეთს არ იცლება. რატო უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადა და რატო უნდა გრენლანდია? იმიტომ რომ რუსეთთან აქვს დაპირისპირება არქტიკაზე. იქ კიდე თავისი ბაზები ჭირდება და ასე შემდეგ ეს მთელი ჯაჭვია ამ ყველაფრის. და ჩვენ ქვეყანას ესე იგი არსად არ ახსენებენ და ნეტა საერთოდ არ გახსენონ კაცო. და მიხედე შენ თავს. აია. ჩემო თორნიკე, ამერიკელებისთვის კანადის აღება შენ გონია დიდ პრობლემას წარმოადგენს სამხედრო თვალსაზრისით?
სამხედრო თვალსაზრისით. კანადის მოსახლეობა 40 მილიონამდე ადიოდეს. ამერიკის მოსახლეობა 300 მილიონია. მერე რა ესა რა ქვია რაკეტებს კი ბატონო, მასე არის. იარაღი, რომელიც მიწოდებული არის უკრაინელებზე, იგივე შტორმშედოები და იგივე სხვა რაკეტები, ამას ყველაფერს გააჩნია კოსმოსთან კავშირი. უკრაინელებს თავისი კოსმოსური თანამგზავრი რო არ აყავთ, მე მგონი ყველამ კარგად იცის, ხო? აქედან გამომდინარე ვინ ახდენს ამ ყველაფრის დამიზნებას? ბრიტანელები და ფრანგები და ამერიკელები. ამაში ასაკ. და რა შეეხება იმას, აი შაჰიდებივით რო აქვთ აჩემებული ის, რომ თუ რუსეთი შეიჭრება ბალტიისპირეთში ან რომელიმე ნატოს წევრ ქვეყანაში, ნატოს ესე იგი ყველა 30 წევრი ქვეყანა ეგრევე თავს მოიყრის და ომს დაიწყებს. არ არის ეგრე და ამისთვის საჭირო არის წაიკითხოს ადამიანმა რა წერია მეხუთე პუნქტში. და მეხუთე პუნქტში გარკვევით წერია. კი, რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება როგორც ყველაზე თავდასხმა, მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები როგორც ჩათვლიან საჭიროდ, ისე დაიხმარებიან იმ ქვეყანას ომის შემთხვევაში. ეს შეიძლება იყოს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ წყლის და პამპერსის გაგზავნა, როგორც 2008 წლის ომის დროს მოხდა და ასე შემდეგ. ვინ გითხრათ თქვენ იქ, რომ წერია, რომ ყველა ქვეყნები მოიყრიან თავს და იქ შეიჭრებიან და ატყდება ომი? ჯერ თვითონ ნატოს არსიც არ იცის ამ ხალხს. საერთოდ რა არეალზე ვრცელდება? ნატო როგორც ასეთი ვრცელდება ევროატლანტიკურ სივრცეზე, ანუ ევროპის კონტინენტზე და ამერიკის კონტინენტზე. ამიტომ იძულებული გახდნენ ამერიკელები შეექმნათ ახალი სამხედრო ბლოკი, რომელსაც აუკუსი დაარქვეს. იმიტომ რომ ამერიკას ჩინეთთან რო ქონდეს ომი და ეს ომი მიმდინარეობდეს თქვათ, გინდათ ტაივანზე, გინდათ იმაზე რა ქვია წყნარი ოკეანის აუზში და ასე შემდეგ. ვინ გითხრათ თქვენ, რომ ნატოს წესდებით რომელიმე ქვეყანა ვალდებულია დაეხმაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს? არ არის ვალდებული, იმიტომ რომ ნატო შავით თეთრზე განიხილავს. აი ფოლკლენდის კუნძულების საკითხი როდესაც იდგა. როდესაც დიდი ბრიტანეთი ომობდა არგენტინასთან. 1986 წელი. როგორ ფიქრობ, დანარჩენი ქვეყნები რატო არ ჩაირიენ იმაში, რა ქვია, არგენტინა ბრიტანეთის ომში? იმიტომ არ ჩაირიან, არ შედიოდა ეს ამ სივრცეში. ამიტომ ისიც არ აქვს წაკითხული საქართველოში, თუ რას წარმოადგენს ნატოს დოქტრინა. და რუსეთი რომ შეიჭრეს ბალტიისპირეთში, სანამდე დახმარებას და რა ვიცი, იმიტომ რომ თვითონ ბალტიისპირელები მაგალითად ავღანეთის ომის დროს ამერიკელებს დაეხმარნენ 7 ჯარისკაცით, აი ისლანდია მაგალითად 1 ჯარისკაცით დაეხმარა და ასე შემდეგ. და ეს იყო მათი როლი ამ მისიაში. პრაქტიკა მასე აჩვენა. თქვენ გუნიათ იქ მთელი ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის და ამათი ჯარები იყო ჩასული? ერთად აღებული 3 ქვეყანა რაც იყო და 4 თუ 5 ქვეყანა რაც იყო აღებული ერთად, იმაზე 10-ჯერ მეტი ჯარი საქართველოს ყავდა გაგზავნილი უპატრონო ქვეყანას. ასე ხდება ეს და ეს გამოვლიან ახლა აქ და ეს რას ლაპარაკობს ეს რუსული პროპაგანდა არა, სიმართლეა. სიმართლეა ეს ყველა. აი კაი კითხვა დაისვა მაგალითად. რუსმაო თურქს რო ესროლოსო, ამ შემთხვევაში რა ხდებაო? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თურქეთზეც იგივე მუხლი ვრცელდება. რუსეთი რო დაესხას თურქეთს თავს, მაგალითად.
ყველა ქვეყანა ვალდებულია დაეხმაროს თურქეთს მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შეიძლება ამერიკელებმა წყალი და პამპერსი გაუგზავნონ. შეიძლება ლიტველებმა, რა ვიცი, ერთი ძაღლი გაუგზავნონ სადაზვერვო და ამით შემოიფარგლონ. აი ესაა ნატო. და მე არაფერ ახალს არ ვამბობ. და არსებობდა სხვათა შორის მაგის პრეცედენტი. როდესაც რუსეთის და თურქეთის თვითმფრინავებს შორის მოხდა ინციდენტი სირიაში. მერე თურქებმა ქვაქვაზე არ დატოვეს სირიაში საერთოდ. რუსებმა უпроსწორად. და იქ თურქული ჯარი იყო შეყვანილი. და თურქეთმა მოინდომა ნატოს დახმარება მეხუთე პუნქტის თანახმად მოიწვია შეიკრიბა ნატოს გენერალური შტაბი და რა უთხრეს იცით? მაგის შენ და რუსეთის პრობლემაა და წადი შენ და რუსეთმა მოაგვარეთ ერთმანეთში. ეს პასუხი იყო გაცემული. და ამის მერე იძულებული გახდა ერდოღანა, რომ ისევე რუსეთს ჩახუტებოდა. ეგ იყო. აი ესაა შემოკარგებო რეალობა და ამ რეალობას საქართველოში რუსული პროპაგანდა ქვია. ესე რომ ეგ არის. ამიტომ კონცეფციით შეცვლიან. დიდი ალბათობით ახლა ივანიშვილსაც აი დიდი ბრიტანეთი დაასანქცირებს, აუცილებლად დაასანქცირებს დიდი ბრიტანეთი. ივანიშვილს, იმიტომ რომ თვითონ დიდი ბრიტანეთი არის ყველაფრის სათავეში, საერთოდ მი-6 დგას თავიდან ბოლომდე. ამ ყველაფერში და ეს უკრაინული ომები ერთ-ერთი მოთავე და არავისთვის სიახლე არაა, რომ ეს ბრიტანელების პროექტი არის ისტორიული დაპირისპირების. აქედან გამომდინარე აუცილებლად წავა ბრიტანეთი ამ გამწვავებაზე და დასავლეთიდან ნელ-ნელა მოხდება ჩაჭრა ყველანაირი მოიმზადეთ ამისთვის ფსიქოლოგიურად. რასაც გეუბნებოდნენ, რომ ამ კარებში რო ვიდექით, ფილტვები გაგვიცივდა და ბრუნდებით უკან. ნატო და ქეთო ერთი. აი კითხვა სტალინმა რატო არ დაარტყა რუსეთს, იმას თურქეთს. ბიჭო სხვათა შორის მაგ ფაქტს არავინ არ დაკვირვებია, რომ ის რომ საქართველოს ტერიტორიები არის ანექსირებული თურქეთის მხრიდან. ამაში არის ნატოს ლომის წვლილი შეტანილი. იმიტომ რომ სტალინს და საბჭოთა კავშირს ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა წაყენებული თურქეთთან ქართული და სომხური მიწების. მაგრამ თურქეთი იმ პერიოდში შეათრიეს ნატოში. და ეს რა პერიოდი არის გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ვისაც არ გახსოვთ. ეს ის პერიოდი არის ისტორიული, როდესაც საბჭოთა კავშირს არ ჰქონდა ბირთვული ბომბი. ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა. და არსებობდა გეგმა საბჭოთა კავშირის დაბომბვის, რომელ ოპერაციასაც სახელად ერქვა დროპშოტი. მათ შორის თბილისიც უნდა დაბომბილიყო. ამიტომ ნატოში როგორც კი შეძვრა თურქეთი და შეეფარა მაშინ ბირთვული ბომბის მფლობელ შეერთებულ შტატებს, თავისთავად ვერ მოხდა იქ ყველაფერი. ებატო არა, თურქეთშიც მაშინ დემოკრატია, ისეთი დემოკრატია იყო თურქეთში, რომ მეტი რო არ შეიძლება. მის მერე თურქეთში 7 სამხედრო გადატრიალება მოხდა. და გეი პარადები იმართებოდა პირდაპირ ტაჰრიდის მოედანზე. თუ ტაქსინის მოედანზე, ტაჰრიდი არა, სტამბოლში. და პლურალიზმი იყო. სასწაული. შიგ ევროპული. ასე რომ იზოლაცია თანდათან უფრო და უფრო კიდე გამკაცრდება. ვისაც გონია რომ ტრამპის მოსვლით საქართველოს ეშველება ძალიან შემცდარა. როგორც 90-იან წლებში გერმანიამ
შეინახა საქართველოს და მარკა შემოვიდა და ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინა და გვერდში დაგვიდგა, დაახლოებით ამას მახსენებს ეს ყველაფერი. ვეფხვია, ჩემო ძმაო, გვეშველება რამე მეტი არა, ჩემი მტერიო. საერთოდ რა არის, ბუნების კანონი არის ესეთი რაღაც. ბუნება არის ჯუნგლის კანონი. სუსტები მარცხდებიან, ძლიერები იმარჯვებიან. ადამიანი უცოდინარი რო არის და გაუნათლებელი რო არის, ის მეც წვალობს. ერთი ასეთი სურათი იყო, სულ მახსენდება. უდაბნოში მიხოხავს ადამიანი და აწერია წყურია და აწერია წყალიო, ოღონდ 10 კილომეტრშიო და აქეთ მეორე მხარეს აწერია აშორიო 200 მეტრშიო და 10 კილომეტრზე მიდის. იმიტომ არ იცის რომ აშორიო ესა რა ქვია, წყალია. ხვევით წარწერა ქონდა ასეთი გაკეთებული. რათაც ცოტა იცი ცხოვრებაში მით უფრო იწვალება. აი, რათაც გაუნათლებელია საზოგადოება, რათაც უწიგნურია, რათაც ცარიელი თავი ადგას მხრებზე, ცარიელი თავი ფეხებს მოსვენებას არ აძლევს. ამიტომ არ გვიშველება არაფერი. ტრამპი დაიჭერს იმ მხარეს, რომელი მხარეს არის ამერიკისთვის საინტერესო. სულ ფეხებზე კიდია ტრამპს რა ხდება საქართველოში თუ სიმართლე გინდათ. საერთოდ არ აინტერესებს. და ეს ზურაბიშვილი რო გარბის იქ ეს ბებერი ძუკნა, საერთოდ არ აინტერესებს. სააკაშვილიც ამბობდა რომ ტრამპის მეგობარი ვარ და იქ ყურყუდებდა ინაგურაციას მაშინ. არ ვიცი, რაღაც კავშირი გაწყდა მე მგონი. რა სასაჯაროებენ ქოცები? რა სასაჯაროებენ? ასოცირების ხელშეკრულების დეტალებს და იმგენს კი არა, გაზის კონტრაქტს არასაჯაროებენ. და ხალხი რომლებიც თხოვდა ომში ჩართვას ქვეყანას, იმას არასაჯაროებენ, ვინ თხოვდა და რას თხოვდა და როდის თხოვდა და რანაირად თხოვდა. ქოცებს ხალხი კიდიათ ფეხებზე საერთოდ და არ მიაჩნიათ რომ ქართულ საზოგადოებასთან რაიმე ვალდებულება გააჩნიათ. ქოცებს გააჩნიათ ერთი ვალდებულება ბიძინასთან. ბიძინა ყავდეთ კარგად. დამთავრებულია ყველაფერი. ახლა აკალაჩიკობას უბოძებს ბიძინა იმას. კი ბატონო, მასია, საქართველოს ქართველს არ აინტერესებს, ტრამპს რა შეაინტერესებს. ამდენ ნაგავს საერთოდ არ ადარდებს საქართველოს ნაცკოც. ტრამპს რატო უნდა ადარდებს? არ ვიცი, ანა ვერ გეტყვი, ტრამპის აღმზრდელი ნახდათ არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს რა არის მაგათი ინტერესები და მაგათი ინტერესები არის ერთი რაღაცა ის, რომ კონცენტრირდეს თავის კონტინენტზე. და გავლენის სფეროები გადაანაწილოს სხვაგან და ამ მიმართულებაზე საქართველოს არ შედის. საქართველოს დახმარება რომ დონოდა ამერიკელებს, როგორც ისრაელს დაეხმარნენ მაშინ არაბების წინააღმდეგ ომში და დაუდგნენ გვერდით, ისე დაგვიდგებოდნენ, მაგრამ გვერდში არავინ არ დაუდგომია. ესა. როგორც ახლა მე მაინტერესებს დეტროიტში სადღაც რომელიღაცა კვარტალში რა ხდება, ისე აინტერესებს ახლა ტრამპს რა ხდება საქართველოში. ეგა. კაი, ჩემო კარგებო, დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.